საღამომშვიდობის მეგობრებო, 151 დღე უწყვეტი პროტესტისა საქართველოში. რას თავი მახსოვს და რას თქვენ ალბათ ყველას თავი გახსოვთ, ესეთი ხანგრძლივი პროტესტი საქართველოში არ გქონია. ჩვენ ვაპროტესტებთ რეჟიმს, რომელიც ებრძვის ქართველობას, ებრძვის მართლმადიდებლობას, ებრძვის მომავალთაობას, ებრძვის კულტურას, კულტურულ მემკვიდრეობას. ყოველ შემთხვევაში ვერ უვლის, თუ არ ებრძვის, ვერ უვლის მაინც. ჩვენ ვართ მოძრაობა საპროტესტო აუდიტორია. ჩვენი მთავარი ამოცანაა გავაერთიანოთ ადამიანები, ვისაც შეუძლია ცოდნის გაცემა და ვისაც სურს ცოდნის მიღება. ჩვენ ყოველ დღე თითქმის აქ ვიკრიბებით და ვცდილობთ რომ გავაზიაროთ ცოდნა და ავაგოროთ ცოდნის ისეთი ტალღა, რომელსაც საბოლოო ჯამში ვეღარავინ ვეღარ გააჩერებს. ჩვენ ვართ ძალიან დიდ განსასწრებში. თავისთავად ეს განსასწრელი ტკივილთან არის ასოცირებული. Зараз ტკივილი და განსასწრელია, იქ არის აუცილებლად ხანდახან დაღლილობა, მაგრამ რა ვქნათ ეგრე ხდება ხოლმე, თავარია რომ არ დავნებდეთ. Зараз განსასწრელია, იქ არის ერთადგომა, სადაც ერთადგომა, იქ არის სიკეთე, სადაც სიკეთეა, იქ არის ღმერთი, სადაც ღმერთია, იქ ყველაფერი კარგად იქნება. დღევანდელ საღამოს მამა გიორგი წეროზე გაუძღვება. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, სასიამოვნო სააუდიტორიო საღამოს გისურვებთ. გიორგი მეგონა იტყოდი რომ სადაც არის ღმერთი, მე მღვდელი, მე რაღაცა. რა თქმა უნდა მეც უერთდები ამ პროტესტს და მე მართალ გითხრათ მიჭირს გულწრფელად დავიჯერო, მაგრამ ჯერა რა ვიცი ბოლომდე მჯერა რომ ბრძოლები რომელიც გიორგი მახსენა გაუცნობიერებლად ცდებიან ისა და გაუცნობებლად კი არა, მოკლედ ცდებიან ადამიანები, რომლებიც ახლა მოკლედ ართმობენ თავიანთ პოზიციებს და ცდილობენ ასე ძალით დარჩნენ ხელისუფლებაში. მე ვფიქრობ, რომ ისინი თავის თავს უტყდებიან, რომ სინამდვილეში თავისუფალი არჩევანის შემთხვევაში საქართველოს დიდი უმრავლესობა, კაცლები დიდი ვიდრე ეს ნახევარია, ძალიან დიდი უმრავლესობა ისურვებდა ცვლილებებს. ეს ძალიან ცხადია. უბრალოდ ეს ადამიანი ფიქრობენ, რომ ვისაც ცვლილებები უნდა, მათ რაღაცეები არ ესმის. და რაღაცა ეს ჯადოსნური სიტყვები აქვთ მერე, რომ აი არ გესმის, იმიტომ რომ გეოპოლიტიკა, აიცი რა არის გეოპოლიტიკა. ხო და მაშინ მოიცოდი, მაშინ დაგმორჩილდი და მაშინ გურატიყა. მე მგონია რომ მეც უნდა შევუერთოთ ჩემი ხმა მოკლედ საპროტესტო ხმას და დღეს ჩვენ თემად გავსაზღვრეთ აღდგომის მოლოდინი და როდესაც აღდგომაზე ვილაპარაკებთ, აუცილებლად მოგვიწევს ხსენება ახალი ცხოვრების, ახალი სამყაროსი, სათა სასუფევლის სახარებისეული ენით რო ვთქვათ. და რადგან თუ არ ვწდები, არ ვიცი, ვწდები თუ არა, მაგრამ რადგან ხუმრობა და ესეთი ხალისიანი ტონალობა უფრო უშუალოს ხდის ხოლმე ურთიერთობას და მე თუ არ ვწდები რეაქციით, ადამიანების რეაქციებით ეს კარგია ხოლმე ურთიერთობაში, ამიტომ მეც ესეთი სახალისო ისტორიით დავიწყებ ჩვენს ეს თქვათ შეხვედრას. რადგან უნდა ვილაპარაკო სათა სასუფეველზე, მკვეთრით აღდგომაზე, ახალ ცასა და ახალ მიწაზე. მოკლედ ერთხელ წლების წინ, არ მომიყოლია ეს აქ და წლების წინ ჯერ კიდე უფრო მეტი ენთუზიაზმი მქონდა, რაღაც ახალგაზრდა მღვდელი ვიყავი და დილით ადრე გავედი ქავთარაძის ბაზრობაზე და რაღაცა უნდა ხელოსნებთან რაღაც უნდა მოლაპარაკები, უნდა მოყვანა სახლში რაღაც ქონდა გასაკეთებელი, აღარ მახსოვს და ვიღაცა არ იყო, ვიღაცებს ველოდებოდი, ხელოსან ბიჭებთან ერთად ვიდექი და ვლაპარაკობდი, მღვდელი რაღაცები, ისინიც გაიხარეს დილით ადრე, ხა კაცშვილი არ არის, მოლაპარაკე ნახეს. მეც უდასტურებ რაღაცებს, ღმერთი მამავის დამესიზმა, მეც ესე რაღაცა ძალიან კარგი საუბარი მიგვდის მოკლედ, მაგრამ არ ვიცი მაშინაც რატო ავიჩემე ეს, ახლა უფრო გააზრებულად ვლაპარაკობ ამ სათა სასუფეველზე, მკვეთრით აღდგომაზე, რაღაცეებზე, მაგრამ ეთყობა ეს თავიდანვე მქონდა. მოკლედ მაშინაც დავიწყე ეს მკვეთრით აღდგომაზე ლაპარაკი რა. ხო და
ერთმა მითხრა, მამო, მანამდე რა კარგად ლაპარაკობდიო და ეხლა რაღაცა აურიეო შენ. შენ იოღოველი ხო არა ხარ? იმიტომ რომ ეს მართლაც ეს ცათა სასუფევლის იდეა არა და სინამდვილეში ცენტრალური იდეა სახარების, იმიტომ რომ ყველას გახსოვთ, რომ სახარება იწყება ზუსტად ასე, რომ შეინანეთ მოახლოებულია სასუფეველი ცათა. თუკი რომელიმე ქართული სიტყვა არის ორმაგიდან ძალიან ღრმა მნიშვნელობის, მე მინდა თქვენ ყურადღება გამომახვილო ერთ სიტყვაზე, ერთ ასეთ სიტყვაზე მომავალი. აი სიტყვა მომავალი არის ესეთი სიტყვა, რომელიც რაღაც დიდ განსაკუთრებულ ომონიმია პრინციპში ეს მომავალი, იმიტომ რომ ვინმე რომ მოდის ჩვენ ახლა მგონი ასე არ ვიყენებთ ამას, მაგრამ მომავალს ეძახთ რა, ქუჩაში მომავალი ადამიანი. კი, ხო ვიყენებთ ასე რა, რომ მოდის ვიღაცა მომავალია რა, ადამიანები მომავალი, ხო? და მომავალი არის რაღაცა ისეთი რაც მოხდება შემდეგ, ხო? შემდეგ მოხდება მომავალი დრო და მომავალი ადამიანი, ომონიმია ეგ სიტყვა. ჩვენ უფრო ხშირად აქაც ესეც კავშირში ეს სიტყვა უფრო მოგწონს ხოლმე გარდაცვალება სიტყვა. სინამდვილეში რომელსაც არ აქვს ის მნიშვნელობა, რომელსაც ესე ძალით მასში ვდებთ. გარდაცვალება ნიშნავს შეცვლას. გარდაცვალება არ ნიშნავს თავისთავად ეს სიტყვა არ გულისხმობს სიკვდილიდან სიცოცხლეში გარდაცვალებას. შეიძლება სიკვდილიდან სიცოცხლეში გარდაიცვალო, შეიძლება სიცოცხლიდან სიკვდილში გარდაიცვალო. გარდაცვალება უბრალოდ შეცვლას ნიშნავს რა. ერთი მდგომარეობიდან მეორეში გადასვლას, ქვია გარდაცვალება. იყავით ცოცხალი და მე როცა მოკვდი, შეიცვალე, გარდაიცვალე და გარდაიცვალე არა სულეთში კი არ წახვედი, ან ცოცხალი კი არ დარჩი, იმიტომ რომ არ ჩანს ამ სიტყვაში რომ შენ ცოცხალი დარჩი. არამედ გარდაიცვალე იმ გაგებით რომ იყავი ცოცხალი და ეხლა ხარ მკვდარი. ხო? მაგრამ სიკვდილის შემლამაზებელი ყველაფერი პრინციპში ჩემი კრიტიკის საგანი უნდა იყოს. ყველაფერი რაც სიკვდილს შეალამაზებს, იქნება ეს სულეთის იდეა თუ რაღაცა თავისთავად მარადიულობის იდეა თუ რაღაცა სიკეთის ბოროტებაზე გამარჯვების იდეა, პრინციპში ქრისტიანობისთვის უნდა იყოს კრიტიკის საგანი. ამისაც წინააღმდეგოდ ლაპარაკობს სინამდვილეში ქრისტიანობა. რადგან სიკვდილი რო თავისთავად გადადიოდეს, ესე ტრანსფორმირდებოდეს, თქვა ფიზიკური სიკვდილიდან რაღაც მერე სულიერ სიცოცხლეში რო გადადიოდეს, ანუ გარდაცვალება, ჩვენ ამას ვარქვით ხოლმე, ხო, რომ აი რა კარგი სიტყვა გვაქვს, სიტყვა გარდაცვალება, იმიტომ რომ ის გულისხმობს, რომ სინამდვილეში შენ კი არ ხრები, არამედ აი გადადიხარ ერთი მდგომარეობიდან მეორეში. და ასე ჩვენ ასე სიკვდილს უშინაურდიებით. ძალიან გაშინაურებული ყავს სიკვდილი. მაშინ როდესაც მასთან უნდა გქონდეს სამკვდრო სასიცოცხლო ბრძოლა, ესე ვთქვათ რა, ძალიან უნდა გძულდეს, ძალიან უნდა არ მოგწონდეს ის, რომ სიკვდილი არსებობს, სიკვდილის შესაძლებლობა რომ არსებობს, ეს არ უნდა მოგწონდეს. ამავე დროს სიკვდილს უნდა ვხედავდეთ მთელი თავისი, ესე ვთქვათ, სისასტიკით, როგორც გაქრობას, არა მარტო როგორც, ესე ვთქვათ, რაღაც ჩვეულებრივ ჩვენ ცხოვრებაში შემოსულ ამბავის თვალსაზრისით და ძალიან საშინელი რამე არის სიკვდილი. მოკლედ, ყველანაირად სიკვდილი მტრად უნდა მიგვაჩნდეს და ეს სიტყვა გარდაცვალება კი რაღაცნაირად მას ათვინიერებს თუ აშინაურებს და ეს არ არის ესე ვთქვათ მისაღები ამ ჩვენ ბიბლიურ წარმოდგენებში. ეხლა რაღაცები თუ გაგახსენდებათ, მალევე და უცებად ამეთანხმებოდით, იმიტომ რომ პავლე მოციქული გაგახსენდებოდათ, რომ ესე ვთქვათ, ამბობს, რომ აჰა, მას შემდეგ რაც ქრისტე აღდგა, სადა არის სიკვდილო, შენი ნესტარია რა, მორჩა ხომ, შენ უკვე ვეღარ გვავნება. ნუ აი სიკვდილი უკანასკნელი მტერი ადამიანი, ყველაზე დიდი მტერი იყო ადამიანი და ესე ჩანს და ეს ქრისტიანულ მოძღვრებას ხო აქედან იზრდება ამ მსჯელობებიდან, რა, მოციქულების მსჯელობებიდან, მე წმინდა მამების რაღაც ნააზრევიდან. ხო და მოკლედ ეს გარდაცვალებას ტყუილა დააქეს ესეთი რაღაცა თითქოს ღრმა მნიშვნელობა მიწებებული და მე გთავაზობთ მივაქციოთ ყურადღება ერთად იქნებ ცდები ან არ ღირს ამდენი სიტყვა მომავალს კი აი მომავალს ხო აქვს საინტერესო შინაარსი იმ გაგებით რომ აი ეს მომავალი დრო თავისი ამ ომონიმური მნიშვნელობის გამო ამავე დროს გულისხმობს იმას რომ ის ჩვენსკენ მოდის დროის თვალსაზრისით ხო აწმყო წარსული და წარსული აწმყო და მომავალი ხო ხო და მომავალი ქართულში ისეთი სიტყვა რომელიც ამავე დროს მოძრაობასაც აღნიშნავს ხო მომავალი ადამიანი არის ის ვინც გიახლოვდება შენ ვინც შენსკენ მოდის
მომავალიც აი ამ რაღაცე იმ შინაარსით რომელზეც მე მინდა გესაუბროთ იმ შინაარსშიც მომავალი განიხილება როგორც რაღაც არა ისეთი რაც ისტორიის ბოლოს არის და რომელთანაც ჩვენ მივალთ არამედ ისეთ რამედ განიხილება ქრისტიანული შინაარსით რომელიც ჩვენსკენ მოდის შეინანეთ მოახლოებულია ეს უბრალოდ სხვადასხვაგვარად შეიძლება იყოს მოახლოებული შეიძლება შედეგი ახლოვდებოდეს, ანუ თვითონ მოახლოება არაფერს არ გვეუბნება, მაგრამ აი მომავალი კი აი ამ მნიშვნელობას მოკლედ ორმაგობას იტევს. მეგონი ამდენი წარყიდა რომ დამეთ მამისთვის, ხო გასაგებია რასაც ვამბობ, ხო? რომ მომავალს აქ აი ეს ფარულად კი არა თავისი ომონიმობის გამო აი ეს შინაარსი რომ ის ჩვენსკენ გვიახლოვდება და ეს კი ძალიან ემთხვევა მოკლედ ქრისტიანულ წარმოდგენებს იმაზე რა არის ცათასასუფეველი. რომ ცათასასუფეველი რეზულტატი კი არ იქნება, რაღაცა შედეგი კი არ იქნება ისტორიული პროცესების. არამედ ცათასასუფეველი შექმნილია ღმერთში, როგორც კი ესე ვთქვათ, იმთავითი იგულისხმებოდა ღმერთში. ცათასასუფეველი თუ კი ღმერთი რამეს შექმნიდა და რადგან შექმნა რაღაცა, ის იმ წუთშივე იგულისხმებოდა ისეთივე სახით, როგორიც არის, როგორზეც მე გვიყვება ჩვენ მაცხოვარი. და მე ეს ყველაფერი მოკლედ ჩვენ ერთგვარად ერთმანეთისგან შესახვედრად მივდივართ მოკლედ რა. ეს ჩანაფიქრი არ მინდა ვთქვა, იმიტომ რომ ჩანაფიქრმა რაღაცა უკან არ წაგვიყონოს, არ გვაქვს რო ვთქვა, რომ ესეთი ცათასასუფეველი არის ის, რაც ღმერთმა ჩვენთვის ჩაიფიქრა, ეს ერთის მხრივ მართებული იქნება, მაგრამ თუ ვინმე ძალიან კრიტიკულად შეხედავს ამას, მას შეიძლება გაუჩნდეს კითხვა, რომ თუ ჩაფიქრებული იყო, ესე იგი წარსულშია. ო და ჩვენ ღმერთი წარსულისკენ კი არ მიგვიწვის, ესე ვთქვათ, არამედ ჯერ არ ამდგარისკენ გვეპატიჟება. ამიტომ ჩანაფიქრსაც ვუფრთხილდები ამ სიტყვის თქმას და როცა მე რაღაც სიტყვის გამოყენებას ვუფრთხილდები და ენა, ესე ვთქვათ, შესაბამის სიტყვებს ვერ მაწვდის, მე რაღაცა თითქოს აზრი, მე მსაყვედურობენ ხოლმე, რომ აი რაღაცა ძალიან ჩაახვევ და ძალიან გაუგებარი ხდებაო, მაგრამ სირთულეს იწვევს ის, რომ ღმერთის ჩანაფიქრი კი არის რაღაცნაირი ჩვენი მდგომარეობა, რომელზეც ახლა ვიტყვი. მაგრამ ეს ჩანაფიქრი ახორციელებული არ არის, ეს ჩანაფიქრი რადგან არის, ეს არ გულისხმობს, რომ რაღაცას უნდა დაუბრუნდეთ, რაღაც უკან უნდა წავიდეთ. ამ ჩანაფიქრისკენ მივყავართ, ესე ვთქვათ, ღმერთს რა. ეს ჩანაფიქრი ჩვენ გვიახლოვდება, ეს ჩანაფიქრი უნდა მალე დადგეს, მალე აღსრულდეს. მოდი ახლა ცოტა ვიტყვი იმაზე, როგორია ეს ჩანაფიქრი, ცათასასუფეველის სიმართლე როგორია და მე აი მოლოდინზე თუ გამომივარამე, ამაზეც ვიტყვი და მე თუ გინდათ ცოტა დიალოგი გქონდეს. როგორი არის ის არსებობა, რომელშიც ჩვენ ღმერთი გვეპატიჟება, ამის შესახებ ჩვენ წარმოდგენა გაგვიჭირდებოდა თურმე რა, ამის აღქმა ჩვენ რაღაცნაირად ვერც დავიჯერებდით, რომ ესეთი რამე შეიძლება ქონოდა ღმერთს ჩვენთვის ჩაფიქრებული. და მაცხოვე რომ განკაცდა სულ ამაზე საუბრობს. რომ ჩვენ ეს უნდა გვაინტერესებდეს, რომ უნდა ვეძებდეთ ამ ცათასასუფეველის სიმართლეს და ამავე დროს ყვება იმის შესახებ, როგორია ცათასასუფეველი, როგორია ეს ახალი არსებობა, ახალი ცა და ახალი მიწა, როგორი ურთიერთმიმართებებით, როგორი რაღაც ძალაუფლებრივი გადანაწილება არის იქ, როგორი უპირატესობები არის, რითი განისაზღვრება ადამიანი ამაზე გვიყვება. თორე ნებისმიერი იგავი რომ წარმოვიდგინოთ და ნებისმიერი თხრობა რომ წარმოვიდგინოთ მაცხოვრის, რომ გავიხსენოთ უпроსტად ნებისმიერი თხრობა მაცხოვრის ცათასასუფეველზე. ჩვენ აღმოაჩენთ რომ ის ადამიანი ასე არ იმსჯელებდა, მაგალითად მე-11 ჟამის მსახურის შესახებ იგავი, ხო, მაცხოვრი ამბობს რომ ცათასასუფეველი გავს კაცს, რომელიც გავიდა მუშაკების სამსახურში დასაკირავებლად. აი მე რო ვახსენებ ახლა, ხო, ადამიანები დგანან და თავის სამსახურს თავაზობენ, ეს თქვათ, სხვებს არა და მიდიხარ და ურიგდები რაღაც ფაზზე და მიდიხარ და ასრულებ ამ სამსახურს და იღებ გასამჯელოს. დღესაც ასე ხო ხდება ასე, ხო?
ქალაქშიც მიუხედავად იმისა, რომ განვითარდა, დღესაც ეს შეიძლება უფრო დახვეწილი ვარიანტი ამისი რაღაც სერვისები, რომლებიც თქვა, რომელსაც ჩვენ ვიღებთ, არა? მაგრამ არა ესეთ პირდაპირ სახითაც ეს შემორჩენილია ეს ამბავი, ხო ეგრეა რა? ჩვენ შეგვიძლია ხა და ადამიანი დავიქირავთ რაღაც შრომისთვის, აი ზუსტად ისევე როგორც ეს იყო 2000 წლის წინ. ხო და აი ცათასასუფეველიო გავიხსენოთ ბოდიში თუ იმისთვის ეს ზედმეტი იქნება, მაგრამ ეს გახსენებაც არ გვაწყენს ასე ვთქვათ, ხო? დაიქირავებს რაღაც დილის 6 საათზე, იქ ჟამებით იყო, ხო, რაღაცა პირველად როდის ანთებდნენ სახმილავს, აი ცეცხლს როდის ანთებდნენ, ხო, რომ გათენდებოდა სუსხია და ცეცხლი უნდა დაანთოს. აი პირველი ცეცხლის დაანთება არის პირველი სახმილავი, მეორე სახმილავი, აი ესეთი სახმილავებია, ხო და ჟამნებიც ეგრე არის, პირველი ჟამი, მესამე ჟამი, მოკლედ ამ ჩვენ საათებს არ ემთხვევა რა, ამიტომ მე-11 ჟამი არის რაღაცა ჩვენი დროით რო ვთქვა, ჩვენი წარმოდგენებით რო ვთქვა, აი სამუშაო დროს რო 15 წუთი აკლია. ესე იგი ჯერ დაიქირავეს ვიღაცა, მოდი დავრჩეთ ჩვენ საათობრივ რეჟიმში, პირველი დაიქირავეს თქვა 9 საათზე, დილის 9-ზე, 12-ზე, 3-ზე და 6-ზე 15 აკლია. რაღაც ამსახურისთვის. და როდესაც დასრულდა სამუშაო დღე, დამქირავებელმა დაიწყო ანაზღაურების გაცემა და დაიწყო პირველად მისცა იმას, ვინც მოიყვანა 6-15 აკლდა. და მისცა მთელი დღისთვის განკუთვნილი გასამსჯელო. თქვათ ახლა დღეს არის, რა ვიცი, ერთი დღის ფიზიკური შრომის გასამსჯელო არის რაღაც სადღაც 100 ლარი, ძალიან ცოტა. ხო, სინამდვილეში მაშინ როდესაც კვება არ შედის, დაზღვევა არ შედის, ტრანსპორტი არ შედის, ეს ყველაფერი რო შედის, კიდე შეიძლება რა ვიცი, შეიძლება რაღაცა იყოს, ну ჩვენს რეალობაში. ну მოკლედ. ყველა კმაყოფილია თუ კი 100 ლარს მიიღებს დღეში. ეს კარგი ჩაულებრივი ნიხრია, მოკლედ, არც ვაჭრობა უნდა, არც არაფერი, გონი 100 არის. ხო და აი 6-15 აკლდა იმ კაცს მისცეს. წარმოვიდგინოთ რომ რაღაც 100 ლარი. მერე 3 საათიანსაც მისცეს 100 ლარი. დილის 9-იანი და 12-იანი ერთმანეთში ლაპარაკობენ, რომ რადგან იმათ მისცა 100 ლარი, ჩვენ ალბათ მოგცემს უფრო მეტსო. მაგრამ მათაც 100 ლარი მისცა დამქირავებელმა. და ამათ ისევ საყვედურით ერთმანეთში თქვეს, რომ აი რაღაცა ეს უსამართლობაა. და დამქირავებელი მიმართავს მათ და ეტყვის, რომ მე ჩემი პირობა დავარღვიე თქვენს წინაშე. თქვენ უკმაყოფილოები ხართ იმითი, რომ მიიღეთ ის გასამსჯელო, რომელსაც თქვენ ელოდით მთელი დღის შრომის გამო. თქვენ ხო კმაყოფილი ხართ, რომ დღეს შეძელით თქვენი ესე ვთქვათ სამსახურის გაყიდვა, იმიტომ რომ შეიძლება არც დაექირავებიათ ვიღაცას. თქვენ ხო კმაყოფილი ხართ, მე ხო თქვენთვის არაფერი არ დამიკლია. არა, არ დაგიკლია არაფერი. მაშინ თქვენი უკმაყოფილება რითი არის გამოწვეული? რატომ ხართ უკმაყოფილონ იმის გამო, რომ მე იმ ადამიანს ვინც სულ რაღაც 15 წუთი იმუშავა, იმასაც იმდენი მეც, რამდენიც თქვენ. მე ეს თქვენს ხარჯზე არ გამიკეთებია. ეს რომ გაეკეთებინა აი ცათასასუფეველს ან დამქირავებას რომ გაეკეთებინა იმ ორი ან პირველი 3 ადამიანის ხარჯზე, რო ეთქვა მათთვის, რომ იცით რა მეგობრებო, აი ეს თქვენი მეგობარი რაღაცა ბოლოს მოვიდა, მასაც ოჯახი ყავს, რაღაცა მოდი რა მოიკელით თქვენ თქვათ რაღაც ცირედი ნაწილი და თქვენი მოკლებულით ამასაც მივცეთ რა. ასე რომ გაეკეთებინა იმ დამქირავებას, მართლაც ექნებოდა საყვედურის საბაბი ექნებოდათ, მაგრამ ეს დამქირავებელი ასე არ იქცევა, ხო? მათ მისცა პირველ და მესამე ჟამზე მოსულებს მისცა იმდენივე, რამდენსაც ისინი ელოდნენ. და აი ამ ბოლოს მოსულსაც იმიტომ მისცა იმდენივე, რომ მას სურდა ეს სიკეთე ყველასთვის სხვაგვარი არადამსახურების გამო. არამედ იმის გამო, რომ ესეც ჩართული იყო საქმეში. იმიტომ რომ ესეც გამოჩნდა, ესეც შევიდა მასთან ურთიერთობაში. და ასევე ეტყვის საყვედურს, მოკლედ, მე თქვენთვის არაფერი დამიკლია და თუ კი მე მინდა ვინმეს გაუკეთო მეტი სიკეთე, თქვენი ეს საყვედური ამხელს თქვენს მდგომარეობას, რომ თქვენ არა გაქვთ ასეთი გულღია, ასეთი დიდი სიკეთე თქვენს გულში, რამდენიც მე მაქვს. მხოლოდ ამას გამოაჩენს ეს თქვენი საყვედურიო და თქვენი ესე თქვა ტვინვაო, სხვა არაფელსო. აი ცათასასუფეველის სიმართლე მართლაც ადამიანურად გაუგებარია ხოლმე, ხო? თუმცა არ უნდა გაგვიჩნდეს ახლა წინააღმდეგობა ესეთი რამის მიმართ რა, იმიტომ რომ თუ მე თქვა დამპირდნენ 60-ეს და მე ამ 60-ისთვის ესე ვთქვათ ამ 60-ით კმაყოფილი ვარ და მიხარია რომ 60 შვილი ვარ, მაშინ სულაც არ უნდა თუ ამ 60-ს უყურებ როგორც ჩემი საქმეებით მოპოვებულს, მაშინ რა თქმა უნდა გამიჩნდება ესე ვთქვათ
სასაყვედურო ამბავი მეორის მიმართ, რომელმაც ვნახე, რომ არაფერი არ გააკეთა ამ ისა რა ქვია, სამოთხისთვის რა. აი ძალიან ცოტა რამე გააკეთა და ისე მიიღო, მაგრამ თუ მე ამ სამოთხეს სწორად უყურებ და წარმოვიდგენ ისე, რომ ეს არის საჩუქარი ჩემთვის, მაშინ არ უნდა გამიჩნდეს მოკლედ საყვედური იმის გამო, რომ ეს საჩუქარი სხვასაც მისცეს. აი ცათასასუფეველის სიმართლე მოკლედ ძალიან განსხვავდება ადამიანური სიმართლისაგან რა. ადამიანური სიმართლე უფრო რაღაცა ანგარიშს, რაღაცა შინაარს, ხარისხს, თვისებას, დათვლას, აწონვას, გაზომვას გულისხმობს. და მერტის უსამართლო არ არის, მაგრამ ამაზე მეტია მოკლედ, ამ შინაარსებზე მეტია. ან ნებისმიერი სხვა ცათასასუფეველის იგავიც მოკლედ ასე აღმოჩნდება, რომ ადამიანური ლოგიკით, ადამიანური მსჯელობით ვერასდროს ვერ მიიღებ იმ პასუხს, რასაც ცათასასუფეველის შესახებ იგავი გიყვება. მოკლედ ეს ახალი ცხოვრება რაღაც სხვა შინაარსისაა რა. და თუკი რამე შეიძლება გააკეთოს ადამიანმა, ვინც მოიწამლა ბრჭყალებში ამ ღმერთის იდეით, ისე რომ დაუთმოს ამ ღმერთის იდეას. აი ესეთ საყოველთაო სიკეთეს დაუთმოს. კი არ გაჯიუტდეს და კი არ თქვას, რომ ასეთი სიმართლე, ასეთი სიკეთე მე არ მინდა. მე მინდა სიკეთე, რომ იმუშავა, მიიღო საფასური. აი მე ესეთ სიმართლის მესმის. ცოტა იმუშავა და იმდენივე მიიღო, რამდენიც მე ეს არ მომწონს. აი თუ ამასში გავჯიუტდებით, სამწუხაროდ აღმოჩნდებით, როგორც აი ეს უძღების შვილი, ოღონდ უფროსი, არა უმცროსი, არამედ ისა რა ქვია, უფროსი შვილი. რომელთა აი ისე მეორდება იგივე ამბავი, თუ დააკვირდებით, შინაარსი იგივე. ხო გახსოვთ უძღების შვილის შესახებ იგავე, აი დოჩანაშვილის წიგნის სათაურიც იქიდან არის და საზოგადოებრივ ამას ბევრი ტილოები შუა საუკუნეებში ხო გახდა აღორძინების ხანაში ხო გინახავთ ფრესკები, უამრავი ფრესკები კი არა და ტილოებიც ხო, ძალიან ცნობილი ფერმწერების ხო, უძღების შვილის იგავი. ხო გახსოვთ მე მამა როგორ არის იგა? რომ ორი შვილია და წესი არის რომ მამამ უნდა გაუნაწილოს ქონება მათ და გაუნაწილებს ამ ქონებას და უმცროსი დახარჯავს ამას, დაამღერებს რა. დახარჯავს. და სიკვდილის პირას არის და იფიქრებს იმაზე, რომ გადარჩეს რამენერა და მოვა მამასთან. და სხვა აქცენტით ყვები, სხვა მახვილით ყვები ამ იგავს. უფროსი ძმა რო გაიგებს, მამა ეს ქონების გამფლანგველი შვილი დიდი პატივით, იგივე პატივით. იგივე ეს ბეჭედი, სამოსი ახალი რაღაცა ეს ყველაფერი გულისხმობდა, რომ იგივე პატივით მიიღო. აი აღარაფერს აღარ მოკითხავს პასუხს, აღარაფერს აღარ უსაყვედურებს. უფროსმა ძმამ რო გაიგო, რომ ეს უმცროსი ძმა იგივე პატივით მიიღეს, სახში შემოსვლა აღარ უნდა. და მერტი არის ეს მამის მამა არის ღმერთის პროტოტიპი, ესე ვთქვა და მოდის და ამ უფროს შვილს ეუბნება და უხსნის, რომ დაკარგულის მიღება, დაბრუნება, სიცოცხლეში დაბრუნება და ეს საჩუქრად ვიღაცის დატოვება სიცოცხლეში არაფერს შენ არ გართმევს და კარგი ამბავია. ისევე როგორც აი მე-11 ჟამის იგავის შემთხვევაში რა. ამათ ხო არაფერი არ წერდა, ამათ ხო არაფერი არ მოაკლდათ. ხვდებით, აი იქნებოდა უსამართლობა ან რაღაცა ცოტათი მაინც რამეზე ხელშესაჭიდი გვექნებოდა იმ შემთხვევაში, თუ კი ღმერთი გვეტყოდა, რომ იცი რა თქვენ მოიკელით რაღაცა და მოდი რა სხვებსაც ასე არ არის, ხო? იქაც აი ამ იგავშიც მამას არ მიუწია უფროსი შვილის სამოსიან ბეჭედი ან რაღაცა. უბრალოდ ყველასთვის რომ უნდა იყოს ეს სიცოცხლე, ხო? ყველასთვის რომ უნდა გვემეტებოდეს ეს სიცოცხლე. აი ასეთი ჩანაფიქრია ის, რაც ღმერთ ჩვენთვის უნდა. ის ცათასასუფეველის ახალი ცა და ახალი მიწა არის ისეთი ჩანაფიქრი, რომელიც არ გამომდინარეობს ადამიანური მსჯელობებიდან და ადამიანური ლოგიკიდან. მარტო პოეტები ან შეყვარებულები თუ დაეთანხმებიან ცათასასუფეველის იდეას. იმიტომ რომ პოეტი და შეყვარებული და რაღაცა ეგზუპერის მსგავსი ადამიანი მზად არის, რომ თავისი დაუთმოს სხვას. აი, ქართულად ძალიან ცუდი თარგმანია თურმე ადამიანთა პლანეტა ქვია მის ერთ-ერთ ნაწარმოებს. ძალიან მაგარი ნაწარმოებია.
მე ვნახე ქართული თარგმანი ის არის სულ პატარა უფლისწული ხო არ უნდა ლაპარაკი თურმე წელიწადში ერთხელ აუცილებლად უნდა წავიკითხოთ აი ახლა სახარებები წავიკითხეთ ხო გუშინ წინ 4-ვე სახარება და აი პატარა პრინციც თურმე წელიწადში ერთხელ აუცილებლად უნდა წავიკითხოთ და ეს ადამიანთა პლანეტა მეც არ მქონდა გაგება არ ვიცი იქნებ თქვენ იცით ამის შესახებ მაგრამ მე ბიბლიოთეკაში რო ვნახე ცუდი თარგმანია ძალიან და ის ადგილი რომელიც ახლა მე მინდა წაგიკითხოთ ესა მოგიყვეთ ან შემიძლია წავიკითხო კიდევ ციტატა ის საერთოდ იქ ძალიან ცუდად არის რა იმ თარგმანში ვერ გამოიტანა აზრს და იქ რას ამბობს ესა ეგზუპერი რომ მე მივხვდიო რა ეს რა ძალიან დიდ საქმეს ვაკეთებო რომ ეს წერილები ადამიანებისთვის მიმაქ რაღაც სიხარული ისის და საერთოდაც მგონია რომ ადამიანის დანიშნულება არისო რომ ის გავდესო დიდ ოაზის სადაც ყველა მაშვრალს ყველა ესე ვთქვათ მწყურვალს შეიძლება ამ უდაბნოში მოხეტიალეს შეიძლება მოსვლა და ესე ვთქვათ შვების მიღება აი ესეთი ფუნქცია უნდა კონდეს რომ მე მგონი ადამიანსო რა ეს არის ადამიანი ხო აი პოეტური რაღაც შემოქმედებითი ესეთ ხელოვანი თუ რაღაცა ხო ადამიანს შეყვარებულსაც ყველაფერი ტყუილად ემეტება თავისი შეყვარებულისთვის ხო ესეა ხო არ უწევს და არ უზომავს არა ხო არ ეუნება რომ აი რაღაცა აი ამდენი დავხარჯე შენთვის ახლა რაღაცა ამდენ ნაბიჯზე გამომყევი წინ ხო ასე ხო არ არის ხოლმე ხო ეს შეყვარებული ადვილად გაიგებს სათასასუფევლის სიდი ადვილად უნდა გვესმოდეს რომ ღმერთი შეყვარებულია ჩვენზე ამიტომ უნდა ვაცალოთ რომ ჩემზე შეყვარებულია მეორეზეც მესამეზე ერთნაირად შეყვარებულია და ახლა რაღაცნაირად მე მგონი არაუშავს ისე შემიძლია გადავიდე იმაზე რაც არის დღევანდელი დღის ამბავი ეს სახურება და მინისტრობა რაც არის დღეს ხო არის დიდი ხუჭაბათი და ხო დაწესება ამ სახურების რაც ხო და ყველა ვინც ამბობს რომ არა იცი რა ღმერთმა მღვდლები უფრო შეიყვარა ხო და აი ის რაღაცები ვინც რაღაცაში ვერ ერკვევიან და საერთოდ რაღაცა ეკლესიასთან ახლოს არ მოდიან რაღაცა ისინი არ უყვარს ვინც ასე მსჯელობს ის ეწინააღმდეგება მას არ ესმის სათასასუფეველს და ზოგადად ღმერთის სიყვარულის იდეაც არ ესმის იმიტომ რომ ახლა ხო ვთქვით რომ მე-11 ჟამის მოსულს იგივე მისცა უმცროს შვილს ისევ დაუბრუნა ის უფლებები და სიკეთეები რა ხო და მოკლედ ორი კატეგორიის ადამიანები არიან ადამიანები რომლებიც თავის თავს მსახურებს უწოდებენ და სხვებს განიხილავენ სხვებს განიხილავენ ისე თითქოს არ იყვნენ ყურადღების და პატივისცემის ღირსი ადამიანად ჩათვლის ღირსი თითქოს არ იყვნენ აი როცა ხშირად ამბობენ ხოლმე რომ ერთი ადამიანის პროტესტიც კი უნდა იწევდეს ესე ვთქვათ მთავრობის ყურადღებას მართალია რა თქმა უნდა იმიტომ რომ თუ სათასასუფეველის თუ ქრისტიანული სულის ადამიანი ხარ მაშინ უნდა ხვდებოდე რომ შენს წინაშე მდგომი ადამიანი რომელიც რაღაცას გამოთქვამს აზრს ხო რაღაცას ამბობს არა შენს წინ დგას ღმერთი რომელსაც შეხვდები როგორც ღმერთი პირისპირ შეხვდები ესე ვთქვათ ხო თანაბარ გარემოში შეხვდები და ამ თქვენ შორის ესე ვთქვათ თანაბრობის გარანტორიც იქ იქნება ქრისტე ჩვენ არა მარტო ერთმანეთს შევხვდებით სათასასუფეველში არა მარტო ერთად ვიქნებით არამედ ჩვენ შორის იქნება ქრისტე ამიტომ ვიღაც შეიძლება ვიღაცას გული ეძლეოდეს რომ მე იმაზე უფრო ძლიერი ვარ მე უფრო ვაშკაცი ვარ და იმას რომ პირისპირ შევხვდები მიუხედავად იმისა რომ ის მტყუანია მე შევაშინებ მას მე ვაჩვენებ ჩემ ძლიერებას და დავსჯაბნი იქნებ ესე გონია ვიღაცას და მორჩება რა ერთხელ და სამუდამოდ გაიგებს რომ იმაზე ძლიერი ვარ და გამეცლება ან დაიმალება და ნუ მოკლედ კი ვიქნებით პირისპირ მაგრამ ნუ უკვე უხეშად რო თქვა თავისი ადგილი ეცოდინება ეს ზოგი იქნებ ასე ფიქრობს მაგრამ ასე არ გამოვა იმიტომ რომ სათასასუფეველში ორი ადამიანი ერთმანეთს შეხვდება კიდე იქნება მესამე ქრისტე რომელიც არ მისცემს უფლებას რომც მოინდომოს არ მისცემს უფლებას ერთს რომ მეორეზე უპირატესობა გამოაჩინოს არ მისცემს ამის უფლებას იმიტომ რომ ის მამა ღმერთისგან ისე იღებს ეს ძე ღმერთი ისე იღებს თავის არსებობას რომ ხედავს რომ მამა უპირატესობას არ იჩენს მასთან მიმართებაში ძე ღმერთი თვითონ ის სხვაგვარად არც არსებობს როგორც თანატოლი არსებობს მამა ღმერთის ის კი არა რომ უბრალოდ არ უნდა და უნდა უბრალოდ არსებობის ერთადერთი წესია მხოლოდ ღვთაებრივი არსებობა არსებობს ამ ღვთაებრივ არსებობაში ჩვენ ყველანი ერთმანეთისთვის ვართ თანაბრად
ფასეული და თანაბრად განუმეორებლად მნიშვნელოვანი. აი ასეთი ხო? ჩვენ ერთმანეთისგან თანაბრად და აუცილებლად მნიშვნელოვანი, ხო? განუმეორებლად მნიშვნელოვანი. აი სწორედ ამიტომ არის რომ ეს მე 11 ჟამზე მოსულიც უნდა დააყენო შენ გვერდით და ამიტომ არის რომ უფროსმა ძმამაც უნდა მიიღოს გამფლანგველი შვილი, როდესაც ის მობრუნდება და უნდა უხაროდეს მისი მობრუნება. იმიტომ რომ თუ ყველანი არ არიან აი ესე განუმეორებლად, თავისი განუმეორებლობით თანაბრად შემოსულები ურთიერთობაში. ესე იგი არსებობა ვერ შედგა და ასეთ რამეს ღმერთი არ დაუშვებს რომ არსებობა არ შედგეს. ეს იქნება იმპერატიული ესე ვთქვათ ბრძანება, რომ აი მხოლოდ ასეთი ურთიერთობა, მხოლოდ ასეთი ღმერთამდე პატივისცემის ურთიერთობა ერთმანეთში. ეხლა როდესაც ასე მსჯელობდი რაღაცა წინ გავიჭრები, თქვენ უფრო მორიდებული ხალხი ხართ, ეხლა იმ ბიჭებით არ მეტყვით რომ მამაო შენ რაღაცა ცოტა დიქტატორის სიყვარულის დიქტატორისკენ ხო არ მიყავს ხო საქმეო, შეიძლება ეგეთი რამე უნდა მითხრათ იდეაში. თქვენ რო არ მითხრათ, სხვა ადამიანები დაფიქრდნენ ამაზე, ვინც ეს თეოლოგია ან ფილოსოფია ქრისტიანული კარგად იცის და დაფიქრდნენ და მე მგონი ცოტა არასწორად გაიგეს, მაგრამ გაგვაფრთხილეს წინასწარ და დაფიქრდნენ იმაზე, რომ თუ კი ეს ღმერთი სავალდებულოს გახდის სიყვარულს, სავალდებულოს გახდის სიყვარულს. აქედან ხო არ შეიძლება ისეთი რამე წარმოეშვეს, რაც მაგალითად დამოვიწყდა რეჟისორი გვარი მაპატიეთ, საერთოდ ლობსტერი ხო გაქვთ ფილმი ნანახი? ხო? ბერძენი ის რა ქვია რეჟისორი. ხო, იმ კარგად იცის ქრისტიანობაც, ისა რა ქვია ონტოლოგიაც და ტოტალიტარიზმიც და ყველაფერი კარგად იცის იმენ რა და აი ამაზე ფიქრობს რომ ეხლა კიდე ეგღა გვაკლდა რომ ეხლა სიყვარულის ტოტალობა და ესეთი აუცილებლობა გვაკლდა ეხლა და ამაზე ეს არის ჩანაფიქრი ხო გახსოვთ იქ როგორია სიუჟეტი რომ როცა ვალდებული ხარ და იძულებული ხარ რომ აუცილებლად ვიღაცა გიყვარდეს თუ ვინმე არ გიყვარს თუ არ ხარ ვიღაცასთან სიყვარულით ურთიერთობაში მაშინ არ ითვლები ადამიანად და შეიძლება ცხოველად გაქციონ რაღაცა უნდა იმაში ჩაერთო მოკლედ რა გადარჩენისთვის ბრძოლაში და მოკლავენ და მე ცხოველად გადაიქცევ. ასეთ რამედაც ასეთი შთაბეჭდილებაც არ მინდოდა შემექმნა რომ აი სავალდებულოდ გავრცელებული აღიარება ერთმანეთის კი არ არის სასუფეველი, ხო? არამედ რაღაცა სხვა არის მოკლედ რა. ესე წინასწარ რომ დავაზღვიო ის რომ ვინმე მასე არ გაიგოს ეს ამბავი რომ ვალდებული ვიქნები რომ მაგრამ ერთი რამე კი არის რომ აი მე რო ჩემ ძმას ვაპატიო ის რომ მან თქვათ აი ისე მე-11 ჟამის დაქირავებული ადამიანები რო ავიღოთ ხო თუ ის 4 ადამიანი შეთანხმდა და მიხვდა იმას რომ კი ბატონო ნამდვილად შეიძლება რომ აი ბოლოს მოსულსაც იმდენივე კონდეს გასამჯელო რაც ჩვენ მე-4 ვიღაცა გარედან ვერ ეტყვის რომ თქვენ რატო პატიობთ და რატო იღებთ აი ამ რეალობას რა ესეც სხვაგან წავედი კაი ამდენი ზედმეტ ბევრია მოგონი მე თუნდაც ვერ მოუყრე მე ამდენ ბევრი იდეას ერთმანეთთან თავს მოკლედ ეს ორი იდეა დავიტოვოთ თუ რამდენიც იყო მოკლედ რომ თათასასופველი რაღაცა სხვა შინაარსის ადამიანურისაგან განსაკუთრებული შინაარსის რეალობაა და ეს რეალობა ჩვენთვის ცენტრალური ამბავია ქრისტიანობისთვის, რამდენადაც ეს ყურს არ უნდა გვჭირდეს და რამდენადაც არ უნდა გვეჩვენებოდეს, რომ რაღაც უცხოა, სწორედ აღდგომის, მოლოდინის, ამის ეს წამშიც ბოლო მუხლი სწორედ ამას ამბობს, რომ ველოდები არა თუ თეორიულად მრწამს ან ვეთანხმები, ეგეთ რამეები კი არ გვიწერია მრწამსი და ეგეთ რამეს კი არ ვამბობთ მრწამსში, რომ ვეთანხმები, რომ ხო შეიძლება მოხდეს მკვდრეთით აღდგომა, რადგან არაფრისაგან სამყარო შეიქმნა, რა უჭირს რომ მკვდრეთით აღდგომაც მოხდეს. ასეთ რამე კი არ გვიწერია, არამედ გვიწერია, რომ მოლოდინი გვაქვს. მომლოდინი ადამიანი ჩვენ ვიცით როგორია. აი, ეხლა ყოველ ჯერზე აი გონია რომ ის არის, რასაც ელოდება, ასე არ არის? no, რაღაცას როცა ელოდები, ყველაფერი იქეთკენ მიგანიშნებს, ყველაფერს იქეთკენ მიყავ ხარ. ხო და ჩვენ ეგრე ვართ, რომ ველოდებით მკვდრეთით აღდგომას და ახალ ცას და ახალ მიწას, ახალ მოწყობას ამ ყველაფერს. მოკლედ რომ ეს მოლოდინი გვაქვს, რომ ის რაც მოდის ჩვენსკენ, რასაც ველოდებით, ის არის ისეთი შინაარსების, რომლებსაც უნდა დაუთმოთ, რომლებიც უნდა ადვილად მიჩვეულს უნდა, ესე ვთქვათ, შეველიოთ
მიჩვეული რომელია, რომ რამდენი ძიმუშავე, იმდენი გეკუთვნის. უხეშად რო თქვა, ხო? ან თუ დააშავე ერთხელ მორჩა, იცოდე შენი ადგილი. კაი იყო, რომ ფლანგავდი იქ, აბა ხეყავი, იცოდე შენი ადგილი. ეს არის მიჩვეული, ჩვენში გავრცელებული. და ღმერთის სხვა სიმართლეა ღმერთს. და არც ის არის მოკლედ ღმერთთან, რომ აი მე მოვასწარი ახლა რაღაცა ძალაუფლება მაქვს და ამიტომ შენ არავინ არ ახარ, კაცო, მე ხო ხედავ აქ რაღაცა ხმები დავიწერე თუ რაღაცა მქვია და ამიტომ ისა რა ქვია. ეხლა შენ ნათქვამი არაფერი არ არის. მე ისა ვარ და შენ არავინ არ ახარ, რაღაცები ხო იყო კიდე სახუმარო ამებითაც ხო იყო იქ ყველაფერი, ხო? მე რაღაცა დიდი. ნუ მოკლედ. ხო, არც ასე არ არის. არამედ ყველა განუმეორებლად მნიშვნელოვანია მოკლედ ამ ურთიერთობაში, სანამ ყველა არ იქნება ჩართული ამ სიცოცხლეში, ისე ეს ყველაფერი ვერ შედგება. ერთი ეს და მორჩა აი ბოლოს მინისტრობაზე რო ვთქვათ, რომ დღევანდელი სიტყვა ეს ისა რა ქვია, მინისტრი გააჩნდა სახარებიდან, თორე აი სამყაროში რომაულ ან ელინისტურ კულტურაში არც ერთი პრეფექტი ან რა ვიცი მე ვიღაც მართველი თავის ქვეშევრდომს ის თქვათ არ მოემსახურებოდა, არამედ პირიქით ყველანაირ სამსახურზე მას გაგზავნიდა და თვითონ კი ესე ვთქვათ მიიღებდა შედეგს, არა? ხო და ცხოვრე ამბობს, რომ აი ასეთი მიმართებები, ასეთი რაღაცა საფეხურებრივი, ასეთი ტაქსონომია თუ რა ვიცი რა დავარქვათ ამას, ხო, ასეთი იერარქია არ მინდა ყველაფერს ვერიდები ხოლმე ამ სიტყვებს, რომ იერარქია ნიშნავს სიწმინდის რაღაცა საფეხურეობრიობას და ნუ ეს სიწმინდე არ იყო, როცა ვიღაცა ძალაუფლება აქვს და სხვას იქვემდებარებ, ეს არ არის იერარქია, მაგრამ ნუ ჩვენ ესე გონია, რომ ეს იმას ნიშნავს, რაც მინდა რომ ვთქვა. მოკლედ ესეთი დაქვემდებარებულობა, როცა ძალაუფლების მქონე თავის ძალაუფლებას იყენებს იმაში, რომ სხვას მოემსახუროს, იყო სიახლე მთელი კაცობრიობისთვის. სიახლე იყო. და ეს სიახლე მაცხოვარმა ღმერთმა შემოიტანა კაცობრიობაში. თქვა რომ ვისაც უნდა თქვენ შორის იყოს პირველი, იყოს ყველას მსახური. აი და ვისაც ესე ვთქვათ აქვს პატივი რომ იწოდებოდეს მასწავლებლად ან უპირატესად თქვენ შორის, ხო? ეს უპირატესობა გამოამჟღავნოს იმაში, რომ სხვა მოიწვიოს სიცოცხლეში, რა. ხო? სხვა ჩართოს, სხვას ემსახუროს. მსახურება სწორედ ისაა, რომ აღიაროს მეორე და სხვა. კი არ გაიმყაროს თავისი უპირატესობა. ხო გესმით, კი არ დაიცვას, კი არ რა ვიცი მე 20-30-მდე კი არ დაიკანონოს თავისი უპირატესობა. არამედ შემოიყვანოს ყველა და სხვა შემოიყვანოს სიცოცხლეში. ეს არის ესე ვთქვათ, ესე რა ქვია. ეს არის მსახურება, ხო? დიაკონია და მინისტრობა ეს არის. ემსახუროს. ეს არის თქვენ ასე მოიქეცეთ, ქრისტიანები ასე მოიქეცეთ. და მე მართლაც დასავლეთში ბიბლიას კითხულობდნენ, სახარებას კითხულობდნენ ლიბერალები და კარგს აკეთებდნენ და გაათვითცნობიერეს ქრისტიანობა და პოლიტიკურ და სოციალურ ცხოვრებაში შემოიტანეს ესა. და ამიტომ არის, რომ როცა ვხედავ ჩვენ, რომ ქალაქის თავი ყოველგვარი დაცვის და ყოველგვარი ესკორტების გარეშე დადის და თუ დააშავებს გადადგება, პასუხს აგებს და ბიძაშვილ-მამიდაშვილებიანად არ მდიდრდება იქ მინისტრი. მართალია. რაღაცაზე შევთანხმდით, რომ შენ გასწევ ისეთ სამსახურს, როგორიც აი მინისტრი დავარქვით. მაშინ დავარქვათ, არ ვიცი, ბატონი, ფეოდალი, ხო, რაღაცის ხო, სუვერენი, რაღაცა დავარქვათ, რა ვიცი მე, რაც გინდათ ის დავარქვათ, ხო? თავადი ან ვიღაცები დავარქვათ. თუ მინისტრი ქვია, მინისტრი ნიშნავს, რომ რაღაცა ერთ სახუმარო ამბავს მოყვები, იმედია რომ იმის ყურამდე არ მივა იმ ადამიანის ყურამდე, ვისაც ეხება ეს. ნუ რამს მივიდეს არ ეწყინება მე მგონი, იმიტომ რომ მოკლედ ერთ ძალაუფლების მქონე და მის ქვეშ დაქვემდებარებული ადამიანები ყავდა ამ ადამიანს, რომელსაც უყვები ესე მინისტრობაზე, რომ ქრისტიანული ესე ვთქვათ ეს უფროსობა გულისხმობს, რაღაც სამსახურის უფროსი იყო, და სამსახურის უფროსობა იმას გულისხმობს თქო, რომ ეხლა შენ არ უნდა ეუნებოდე შენ ქვეშ ორდებს ამ უბრალოდ პოზიციით დაბლა მდგომს, რომ ერთი ყავა მომიდოვა რა. არ უნდა ეუნებოდე თქო. აქამდე დავედით მე ბოლოს. უი ხო, მაგ ლოგიკითო, ესე იგი მე უნდა უდუღებდეო ყავასო? ეგო არ მომწონსო მეო და
ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ რომ ვიღაც რო უთხრა ყავა მომიდუღე გენაცვალე შენ მინისტრი არ ქვია და ერთ წუთი შენ ჯერმე რაღაცა ხო წარმოგიდგენიათ რა ახლოს ვერ მივახოდე ვერ ეტყვი დაწერე ადღეში განვიხილავ კანონის ძალა კანონი ხო კანონი ნიშნავს რაღაცა სიმართლეს და ჩვენ თუ ქრისტიანები ვართ ეს სიმართლე უნდა გქონდეს რომ ის ვისაც ვანდეთ და გადაუნაწილეთ ძალაუფლება ჩვენი ძალაუფლება რესპუბლიკა ქვია ხო ის უნდა იქცეოდეს როგორც ადამიანი რომელიც ფეხებს ბანს მეორეს რა ეთყობა ხა რომელიმე მინისტრი რა ეთყობოდა რომ ფეხების დამბანველია რომ რა ეთყობოდა ყავის მომდუღებელია რა ეთყობოდა მითხარით თან ხო ვიცნობთ გეგონება ისა რა ქვია რაღაცა მართლა ახალი სტივ ჯობსი ან ახალი მასკი იყოს არა საკითხული შინაარსის გამოტანა ისწავლა გუშინ წინ არ იცოდა ვხედავდით რომ არ შეეძლოდა გუშინ ისწავლა დღეს რომ მინისტრია არც ფეხის დასაბანად არ ემზადა არც ყავის მოსატუღებლად და არც თავის სამსახურს არამედ შესასრულებლად არამედ ვატყუებს და მტყუდებით რა და ეგ ძალიან ცუდია მე მგონი რა შეიძლება ასე მგონია რომ ღმერთი გვეტყვის რომ რატო ხმას არ იღებდი რომ ის ვინც მსახურად ყავდა დაყენებული გააბატონე ხმაც არ ამოიღე რატო შეგეშინდა რომ გეთქვა რომ ეს არ არის მსახურება ეს არ არის ის რაც მე დაგავალი მაშინ ან მინისტრი არ უნდა გერქვას ან ქრისტიანი არ უნდა იყოს მინისტრობა ეგრევე ქრისტიანულ მსახურებას გულისხმობს და ამ ყველაფრის ძალა ამ ყველაფრის სურვილი გაგიჩნდება მაშინ როდესაც აი ცათასასუფეველის სიმართლეს ესე ხედავ იმიტომ რომ ასეთი მიდგომა მისთვისაც გადამრჩენელია იდეაში რა აი რამდენსაც დაუტოვებ მას ამ უსამართლობაში ყოფნას სინამდვილეში მართლაც წირავ მას რა ესე იგი არ გედარდება ისა ეხლა ფიქრობ რომ როგორ მე გადაურჩემ ის მარწუხებს და მე ნუ იმას იქ მიეზღვება აი როგორც არის იმ სიმღერაში რო არის ხო რაღაც ბიჭები რომ მღერია რომ აი დამთავრდება მარხვა და მე ნახე რა დაგემართება შენ ცათასასუფეველო და აი შენ ჯოჯოხეთში დაიწვევ ეს ცუდი განცდა ეს არ არის კარგი განცდა იდეაში ეს არ არის კარგი განცდა რომ აი მოვა ისა რა ქვია მეორედ მოსვლა და შენ ჯოჯოხეთი დაგემართება ეს მუქა რა არ არის ამავე დროს ქრისტიანული ხო ქრისტიანული პოზიცია შეიძლება იყოს რომ შენ ახლა სიკვდილში ხარ და სიკვდილში ცდილობ ჩემს დატოვებას და მე არ მინდა რომ სიკვდილი იყოს ჩემ გარშემო რა სიკვდილის სიცოცხლის სული არის ცათასასუფეველის სიმართლის სული ცათასასუფეველში კი ჩვენ ერთმანეთს ვხედავთ როგორც გითხარით ძალიან დაფასებულად ერთმანეთისთვის ძალიან დაფასებულები ვართ ერთმანეთისთვის შენ ესე არ იქცევ ამიტომ მე ვითხოვ რომ შენ ეს ასე გააკეთო და ხმამაღლა ვიტყვით რომ დაგვეხმარეთ გვახჩობენ ეს არის რასაც ეს კი არ ისა რა ქვია ვაბეზღებთ ადამიანებს ჩვენებს საზღვარგარეთ არამედ უბრალოდ ადამიანები ვართ ჩვენ და ვეუბნებით რომ აი ხდება რაღაც ისეთი რაც თვალთმაქცობის ძალიან მაღალი ის არის რა ქვია რა გამოვლინება თვალთმაქცობენ ადამიანები ამბობენ რომ რესპუბლიკის მინისტრობის მსახურების ქრისტიანობის წარმომადგენლები არიან და შეუძლია ჩვენ ვიცნობთ ერთ ესეთ ხალხს ქრისტიანების სახელით რომ საომბრა და მოსაკლავა და ატომური ბომბების სასრულად რო უშვებენ მეორედ ჩვენ არა გვაქვს თორე ალბათ შეიძლება ასეც გაგორცელებია მაშინ ქრისტიანობა ამ ლოგიკით შეიძლება ესეც ყოფილიყო იმიტომ რომ არავითარი ღირსება არავითარი დაფასება მეორე ადამიანის არ ჩანს ამ ურთიერთობებში აი ძალაუფლებისაც აქ სხვებს არაფრად არ აგდებს არაფრად და ეს მე ვრცელდება საზოგადოებაზე მე იმიტომ რომ როდესაც პარლამენტარი იქაჩება საჩხუბრად თავისი რაღაცა უპირატესობის გამოსავლენად როგორ ეთყვი მე შენ ეს იგივეა როცა მშობელი შვილს ეუბნება რომ ის თქვა ლოთობა ცუდია რაღაცა და თვითონ ვინაში რო იხჩობა და არ იმუშავებს ეს ასე არ მუშაობს ხო არ ვიცი რამდენად დაალაგებული რამე გამომივიდა თქვენ კულტურული ხალხი ხართ არაფერს არ მეტყვით ან კარგი ან ცუდი არაფერს არ ამბობთ თუ რამე არის დასალო თუ გამოგვივათ დიალოგი ან რაღაცების დაზუსტება თუ არის საჭირო დავაზუსტოთ თუ არა თუ იდეა
კი. არ შეიძლება. კი, მე გავიმეორებ იმ კითხვას და თქვენ სასაც რომ კითხვა იყო რომ უქმეებზე, სადღესასწაულო უქმეებზე რომ არაფრის კეთება არ შეიძლება, რამდენად ეს მართებულია. დიახ და თქვენ რაღაც სამოვდით კიდე? მე გამიგია რომ ანუ შაბათ დღეს მე როგორც ვიცი, ანუ შაბათ დღეს არ შეიძლება ბანაობა. ცოტა სასაცილოდ ჟღერს, მაგრამ მე ასე მაქვს გაგებული. კი, ეგეც კიდე სხვა ამბავია. ძალიან მიხარია რომ გავიხსენეთ რომ ისე იყო რომ რაღაც GPI-ში მოკლედ თეოლოგიის კათედრა გაიხსნა და მაშინ ახალი კურსდამთავრებული ყავი, სულ რაღაც სემინარი ახალი დასრულებული მქონდა და მომეცა საშუალება რომ იქ მქონოდა სალექციო კურსი. აი გიორგის იქ შევხვდი პირველად და ეს იყო წარმოიდგინეთ როდის 24 წლის წინ რა, რამდენი ხნისა ვართ, წარმოვიდგინეთ რა. თქვენ გიგონათ მე 25-ის ვიყავი, ხო? და წარმოვიდგინეთ მე თვითონ საერო და ახალგაზრდა ვარ მაშინ უფრო და შევდივარ აუდიტორიაში, სადაც არის 100-150 ადამიანი და შიში არ მქონია ხა ბევრი ხალხის, იმიტომ რომ ბავშვობიდან სადღაცა ხან პიონერთა ბანაკებში ვიყავი, 1000-ობით ხალხი ვიყავით, სადღაცა დიდი იყო ის, ხო, მოკლედ. მაგრამ მაინც ყურადღება ხო უნდა დაიჭირო, არა, ხო უნდა იყოს სალექციო. აი, მაშინ ესეთ რაღაცა ვიქტორინას ვატარებდი, რა ვიცი, თქვენთანაც ალბათ იყო, რომ ვეუბნებოდი, რომ აი ხა თქვენ ხო აქ 150 კაცი ხართ თქო. თქვენგან 10 მცნებიდან, აი ყველა ერთად თქო, თუ მეტყვით თქო, 5-ზე მეც, ან 6-ზე მეც თუ მეტყვით, მგონი 5-ს გეუბნებოდით. 5, ეს არის 2001 წელი. 5-ზე მეც თუ მეტყვით თქო, მე მაშინ ის იყო რა ქვია, რაღაცა მე მგონი კინდერის კვერცხებს თუ რაღაცა ეს გთავაზობდით, რომ აი მე დაგასაჩუქრებთ თქო, რაღაც თუ რაღაცა ეს ვამბობდით, შეიძლება სნიკერსი მე მგონი. და მიდიოდა გააფთრებული ისა რა ქვია მსჯელობა და მოკრება ამ 5 და 6 წლებში. ხოლმე შეიძლება აქაც ვერ შევკრიბოთ ახლა 6 თუ კიდევ წადოთ. ერთი დარწმუნებული და დიდი ალბათობით იმის მერე ახლა შეიცვალა ხალხი, ბევრი ამბავია და ან რო ვკითხავდი რომ პირველი მცნება რომელიაო, რო ვიკითხავდი, ყველა იტყოდა რომ არაკაცკლა და რაღაცა ყველა რაღაცა ისეთი ის გამოდიოდა, ხო? ნუ აქ უკვე მომზადებული აუდიტორია ვატყობ და უკვე ვატყობ რომ გადავწდებით, კი, ხო, გავიზარდეთ, ხო? ხო და აი მაშინ კიდე ამას რომ გავივლიდით ამას და 6 რომ მივწდებოდი და რო ვერა და რო ვერასწორა და მე უყვებოდი ხოლმე რომ აი ჯერ იყო 4 ადამიანთან და ღმერთ შორის ურთიერთობებს არის მე დარჩენილი 6 ადამიანებს შორის. და მე ერთ-ერთი კითხვა იყო, კიდე ერთი ის მქონდა ქვეთავი, სადაც ასევე შემეძლო ყურადღების მიპყრობა და დაჭერა, ესე ვთქვათ, ყურადღების ეს იყო რომ დაასრულეთ მე-4 მცნება თქო, ვეუბნები რომ მე-4 მცნება ესეთია რომ 6 დღესა შინა აკეთე შენი საქმე, ხოლო მე-7 დღეს და ასრულებდა ყველა რომ დაისვენე. ხო და მე-7 დღე არის წმინდა ხავ, მე-7 დღე. წმინდა ხავ. ნიშნულოვანი გახადე. და მე რაღაცებს ეს თქვა ვამბობდით რომ აი წარმოიდგინე შენი მთელი ცხოვრება რაღაცა 7 ნაწილად გაყავი. ერთი ნაწილი თქო, იქიდან იმის მერე სულ ესე ვიმეორებ. რაღაცა ცოტა ხო უნდა განვითარებული ყავი, მაგრამ ეგ ეთყობა ან ძალიან კაი, ან განვითარდი რომ. ერთი ნაწილი ეხება მაგალითად შენს პროფესიულ განვითარებას. მეორე ნაწილი ეხება რაღაცა, მაშინ ვამბობდი მახსოვს ჰობის, მაშინ ჯერ კიდე ეგ სიტყვა მოდაში იყო, მოკლედ ჰობის ეხება. მესამე ნაწილი ეხება რაღაცა მე რა ვიცი, რა ვიცი, კიდე რაღაც პიროვნულ ან რაღაცა მენტალურ, ფსიქიკურ ჯანმრთელობას შენსაც, რა ვიცი. მე-4 მეგობრებს, მე-5 კიდე რაღაცას, მე-6 კიდე რაღაცას. ერთი ნაწილი შენი აი მთელი, ესე იგი ადამიანობის, არა? რაღაც უნდა იყოს ძალიან ცენტრალური, ძალიან ღრმა. წმინდა ნიშნავს სულხან-საბას დავიხმარ სულხან-საბას ლექსიკონს, ძალიან მაგარი ლექსიკონია და ძალიან გირჩევთ. ამ მნიშვნელობითაც არის შექმნილი წინასწარმეტყობაში რომ ნახოთ, რომ რაღაც მნიშვნელობები დაგვეკარგებაო ქართული სიტყვისო ვატყობო მეო და ამიტომ ჩავწერეო ესაო და ახლა დამოვიწყოთ წმინდაზე რას ამბობს მოკლედ. ანუ ხო გასაგებია ხო რაღაცა მნიშვნელოვანი არის რა. აი რაღაცა მნიშვნელოვანი იყოს ერთი იყოს რაღაცა ძალიან ღრმა და მნიშვნელოვანი, ერთი ნაწილი. თქვენ ყველაფერში იყოსო ძალიან მნიშვნელოვანი. და ამას დაუთმეო ეს ისა რომ ეს ერთი. ანუ რაღაცის კეთება არის მოწოდებული სადღესასწაულო დღეებში და უქმე საეკლესიო უქმე არის არა აი უქმე დაერქვე, მგეგებთ რომ არაფერი არ უნდა აკეთო. პირიქით ყველაზე მნიშვნელოვანს უნდა მიუძღვნა თავი. ეს კიდე მე
მახსენებს იმას, რომ ედემის ბაღის ისტორიაც ჩვენში გავრცელებულია როგორი აქცენტებით, რომ ღმერთმა ადამს და ევას უთხრა, რომ არ ჭამოს ისაგან სიკეთისა და ბოროტისა, ხო? ცნობადისა სიკეთისა და ბოროტისა. ხო ეგრე გვახსოვს, არა? ძლევდეში ასე არ არის. ძლევდეში არის, რომ ყველა ხის ნაყოფი ჭამე. ყველა ხის ნაყოფი გეჭმევა, უნდა ჭამე, გეჭმევა მე იქ რო ჩახვალ დედანში ნახავ, რომ მომიტანე. აკეთე, იმათი გემო მომიტანე. ეხლა კითხვა, ეს უკვე ახალია, ეს უკვე ჩემი განვითარების შედეგია, რასაც ახლა ვიტყვით, რომ გთხოვთ გააგრძელოთ რიგი. თუ ედემის ბაღში იყო სიკეთისა და ბოროტების შეცნობის ხე, მეორე სიცოცხლის ხე. გვახსოვს რომ ეგ როდესაც განდევნიან, ეტყვიან რომ ეგ მეორე გთხოვთ დაასახელოთ კიდე ვთქვათ 2 ან 3 ხე, რომელი იქნებოდა, რომელიც შეიძლება წარმოვიდგინოთ, რომ იყო კიდე ედემის ბაღში. გავბედო და წარმოსახვა, ჩავთო და ვთქვათ, რომ რა შეიძლება ეს ყოფილიყო. რომელი ხილი? ატამი ვაშლი? რატომ თუ პირველი იყო სიკეთისა და ბოროტების ხე, მეორე იყო სიცოცხლის ხე, ესე იგი სხვა დანარჩენიც უნდა იყოს ამ კატეგორიიდან, პირველ კლასში რომ ხო, რაღაც ესე ვთქვათ. ესე იციან ამათ ამოჩევება. მე მგონია ხოლმე ესე ძაღლი რომ იღებს, რომ ამან ალბათ რაღაცა ნახა ჩემი ბნელი მხარე თქო და აი ახლა მამხელს თქო და ეგრე არ იფიქრო და ეთყობა რაღაცა უნდა ამასაც თქვას და ვერ გვაგებინებს. ხო, რა თქმა უნდა. შეიძლება რაღაცა ინტუიციის განვითარების ხე, ხო? რაღაცა ჩვენი წარმოსახვის, თუნდაც ეს წარმოსახვის უნარი, ხო? წარმოსახვის უნარის. მოკლედ რაღაცა აი ამ რიგიდან იქნებოდა, ხო? სულიერი რიგიდან იქნებოდა რა. ხო, პირველი კლასის ის არის ეგა. სკოლაში ჩემს შვილს რო იღებდნენ პირველ კლასში, დაუხატეს ავტომანქანა, ბულდოზერი, რაღაცა კიდე და მე კიდე რაღაცა კომბოსტო. რომელი ამ ნივთებიდან ზედმეტი არის კომბოსტო, იმიტომ რომ სხვა რიგია. როცა შენ სიცოცხლის და სიკეთის შეცნობის ხე გაქვს, სიცოცხლის ხე გაქვს, მე რომ ლეღვს და ზეთისხილს იტყვი, არა, ცდები, იმიტომ რომ არ ახარ სწორი კაცო, სხვა რიგია აქა. სხვა რიგზე უნდა გადახვიდე. და იქაც მოკლედ არის საქმე იქცია, რომ უნდა აკეთო. ანუ წმინდა დღე არის ის, რომ რაღაცას უნდა მიუძღვნა. იმას რისი ხსენებაც არის, ან იმას რასაც აღნიშნავთ. იმას უნდა მიმართო შენი 1/7, არ არის ბევრი. ღმერთი უხეშად რო ვთქვათ, ბევრს არ ითხოვს. ეს არ არის მე-13, ეს არ არის მე-4, მე-5-იც არ არის, მე-6-იც არ არის, მე-7-ია, წარმოიდგინეთ. ანუ შენ ვერ იტყვი რომ არაფერი, აი ყველაფერი კონდეს, რაც გაქვს. და კიდე დაამატე ამას, როგორც ეს, ხო, როგორც ყვავილი რაღაც. ამიტომ ეს არის კეთების ამბავი, თუ შევძელია ეს აქცენტი ეს მინდოდა სულ მეთქვა. უნდა აკეთო ის შინაარსი. გვერდზე მეუბნება რომ ყველაფერი უთქვი მოგდა და მე ფარაონი ცხენებით მისდევს მოსეს. შეიძლება მოვიდეს ცხენი. როცა ყველაფერი უთქვი მოგდა. არის ესეც, მაგრამ ძალიან თეოლოგიური გასაგებია. კი ბიბლიაში ბევრი ამბავი არის, რომელიც რაღაცა კი წინააღმდეგობას წარმოშობს გონებაში და ზოგი რაღაც უნდა ზოგზე შეიძლება პასუხი იპოვო, ზოგზე შეიძლება პასუხი ვერ იპოვო. ზოგი შეიძლება უბრალოდ რაღაც ურაჩი ჩასვა და ეს ჩასმა იქნება ესეთი ძალიან სუბიექტური და ვიღაცამ თქვა და რწმენის ამბავი შეიძლება იყოს და ვიღაცამ შეიძლება ეს არ მიიღოს. ხო, კი, არის ეგეთი მომენტი. კი, არის. აი ადამიანს რო ღმერთის ჯერა, იესოსი და თან ზოდიაკოსი. რა ქვია ამას? აი, ხო, საერთოდ სასულიერო პირი ხარ და ვაპატიოთ ქვია მაგას. იცით რა ქვია მე მგონი? ჩემი სიყვარულის ნაკლებობა. რადგან მე მას დავაკვირდი, როგორც შინაარს, უკვე შევწდი. არა, მე, ესე იგი, ხა ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ შეიძლება ეს ჩანაწერი ნახოს ჩემო ცოლმა და მე ხო და იდეა ეგეთია, რომ რადგან მე მასში დავინახე რაღაც ისეთი, რაც შეიძლება ჩემში საყვედურს იწვევდა. ესე იგი არასწორი პრინციპით უყურებ მას. შინაარსით დანახული ადამიანი უკვე ჩემი, მოკლედ ისევ ჩვენი დანაკლისია ესა რა. აი შინაარსის გარეშე, იმის გარეშე უნდა დავინახო ადამიანი, რომ მას ღმერთი სწამს და ამავე დროს ზოდიაქოსაც უყურებ. ამ შინაარსის მიღმა უნდა ვხედავდე იმ ადამიანს, როგორც
აუცილებლად და განუმეორებლად. მაგრამ შეიძლება როგორ არა აი თქვენ ძანებ ზოდიაკოსთან იცით არის მოქცევა და მიქცევა ხო პლანეტები რაღაცნაირად სისხლის მოძრაობაზე ფიზიკურ შეხედულზე მოქმედებენ დიახ კი ასევე მოსავალი როდის უნდა დათესო კი ბატონო დიახ აი მხოლოდ ამ ასპექტით შეიძლება ამას ანგარიში მეცნიერული ცოდნაა და რა თქმა უნდა დაკვირვებიდან არის ამოსული დიახ ხო ერთი არ მინდა ხე მავტორის თქმა ვინც ეს თქმა მაგრამ ერთი არის კარგად მადლობა თქვენი ჭირდება მადლობა არის ასტრონომია და არის ასტროლოგია ასტრონომია მეცნიერება ასტროლოგია ეს ვთქვათ ასტრონომია არის მოძრაობა მაგრამ დიახ ხო მოძრაობა რა გავლენას ახდენს და ეს მეცნიერული ცოდნა ხება მინდა ხო და ზოდიაკო გეუბნება არა მოიგოს ხო ეს უბრალოდ რა შეიძლება სისხლის მოძრაობა დააქტიურებულია ძალიან რაღაც პლანეტების განლაგებით. უნდა დამიდასტუროთ რომ ასეა. თუ დამიდასტურებთ, გადავა ასტრონომიის განზომილებაში და დაგიჯერებთ ხელს ავწევთ და ვიტყვი რომ კი ბატონო, მაგრამ თუ კი ეს არ მეორდება და რაღაცა ესე იგი თქვათ ხო, კანონზომიერება თუ კი ამბობ რომ მარტო ვიღაცა სასწორისთვის ან კირჩხებისთვის არის სისხლის წნევა ასე მიმოქცევაში და სხვისთვის არაო, ვიცი რომ ტყუილია, იმიტომ რომ ესე არ ხდება. როდის დაიბადა ადამიანი რა ვარსკვლავების განლაგება იყო, რაღაცნაირად იმაზე არის ვიბრაციებზე დამოკიდებული, გამყრეული ვიბრაციებზე დამოკიდებული პლანეტის მდებარეობა. ვიღაცა შეიძლება არის ნაკლებად იყოს. ხო არის მთვარეულები მაგრამ. ხო ვიტყვით რომ მთვარეული არ არსებობს, არა? ამ ედგება დადის მთვარის გავლენის გამო, ხო? მაგრამ ვიღაცა არ არის მთვარეული. ასე ვიღაცა შეიძლება რომელიღაც ვარსკვლავზე უფრო მეტად განიცდის იმ ვარსკვლავის მდებარეობას, რომას რაღაც ასე შემდეგ. თუ ამასაც ცოდნაზეა ლაპარაკი არ შეიძლება ამის ვარცხადია. რა თქმა უნდა. მე მგონი დიახ კი გეთანხმებით მეც და საერთოდ ინტერესი უნდა დავიტოვოთ და საერთოდ ურთიერთობისთვის უნდა დავტოვოთ სივრცეები და ცვლილებებისთვისაც უნდა ვიყოთ მზად რაღაც საკუთარი პოზიციების ცვლილებებისთვისაც შეიძლება ვიყოთ მზად. ხوار დავისვენოთ თუ მადლობა თქვენ. კი როგორ არა? ხო არ გინდა რომ ის რომ თორე სმენელებისთვის სიჩუმე იქნება. როგორც ჯობია მიკროფონი. ხო მიკროფონი ჯობია თორე სიჩუმე იქნება. პირველ რიგში მადლობა ძალიან დიდი, ძალიან საინტერესო იყო. ამაინტერესებს ესე იგი. ჩემი აზრით ადამიანი შეიძლება იყოს კულტურულად ქრისტიანი და ალბათ ყველანი ეგრე ვართ, იმიტომ რომ ბატონო საქართველოს ქრისტიანული კულტურა არის და ნუ აი ამ წიაღში ვართ გაზრდილები და ყველაზე ის მოქმედებს რა თქმა უნდა და ყველა ქართველი ადამიანი ალბათ უმეტესობა ქრისტიანია. მაგრამ მიკროფონი. და ნუ მოძრაობ ხელი აი დიახ ხო კულტურულად ყველანი ვართ ქრისტიანები შეიძლება და მაგრამ მე რა მაინტერესებს ანუ მაგალითად ბევრი ჩემი მეგობარი ძეხის შეიძლება მეც რაღაცაზე ვფიქრობდე რომ აი ბიბლიაში წერია რაღაცა დიახ და კი მე რა თქმა უნდა წამს ღმერთის უნდა იესო ქრისტეს ამ ყველაფერი მაგრამ რაღაცეების არ მჯერა რა ზოგი მაგას იძახის ბევრი იძახის დიახ და თუ აი ამ პროცესში რო ვარ აი წმინდა წერილები არ ჯერა ან არ ვიცი რაღაცის არ ჯერა მაგრამ თან ჯერა ხო აი რაღაც შუალედ ხო შეიძლება ითვლება თუ არა ეს ადამიანი ქრისტიანი დიახ თუ არა კი ყველაზე კარგ ქრისტიანად ითვლება ეგეთი ადამიანი ვინც ეძებს პოულობს შეუსაბამობას ეს არის მე მგონი ის ადამიანი ვინც განიცდის საკუთარ თავს და საკუთარ სულს როგორც გლახაკს როგორც უქონელს იმიტომ რომ აშკარად ხედავს რომ ეს ასე არ შეიძლება რომ მომხდარიყო და პასუხიც არ აქვს და არ აქვს რაღაც აი არ ქონა არის მწირობა ხო ნეტარიყვნენ გლახაკნის სული და გლახაკი არის ის ვისაც არ აქვს რაღაც ხო და წარმოიდგინე ადამიანი რაღაცას ხედავს მაგალითად რომ ეს ახლა ცუდი მაგალითია სინამდვილეში მე ეს არ გამჩენია ეს წავიკითხა და მე გამჩნდა ეკითხვა რომ მაგალითად რომ ბეთლემში ამოწყვიტეს 14000 ყრმა ან 2000 აი მოდი ესა ვიღოთ 2002 გადაეშვა კბოდედან ხო გენესატრიათის ტბაში როდესაც ბოროტისულები შევიდნენ 2000 ღორი რო თურმე იმ გენესატრიათის ტბაში რო ჩაცვენილი იყო ეპიდემია ისეთი იქნებოდა რომ დღემდე მგონი არ მორჩებოდა თურმე ხო ეს ძალიან დიდი რაოდენობა მე მაშინ არ მესმოდა თქო ეს მე ესე კრიტიკულად ნუ როცა ვიღაცები როცა შეყვარებული ხარ მაშინ აი ვიღაცები არიან შეყვარებულები და ვიღაცები არიან კრიტიკული თვალით რო უყურებენ რა და აი კრიტიკული თვალით მომზირალი მე ვარდება იმ სულიერ სიგლახაკეში პასუხი აღარ აქვს და იგენაცვა რაღაც პასუხი არ აქვს ხოლმე რაღაცაზე იყოს თუ შესაძლებელი ვარ შემჩავრ მოიცადე რა ახლა დავამთავრებ გენაცვა ხო და
ამიტომ ეს მე მგონი ნორმალურია, არაფერი ამით არ გაფუჭდება შეინჭირება. მარტო პასუხი, კი გენაცვალი, კი. აი იყოს არ ვიტყვი ეხლა ამიტომ მე მგონი მოკლედ არაფერი მაგაში ცუდი არ არის რომ ადამიანს ესეთი შეკითხვები ებადება, შეუსაბამობას ხედავს და შეუსაბამობაზე პასუხს ვერ პოულობს. ეს ყველაზე საღი და ყველაზე სანატრელი მდგომარეობაა. ხო? არანაკლები ვიდრე ის ვინც ყველაფერს იღებს და აი ეს არის. პირადად დავუსვით. აი მამა კი გენაცვალე. დავიც კი რატო? არ არის და ალბათ გასუფთავება კაია ალბათ რა ვიცი. პირველი სკოლის ძაცვის სამსახურის უფროსი ვარ. უჯო მქია. 21 წელი მუშაობ აქ. 21 წელი. ყველაფერი გადამივიდა ისიც ყველაფერი ყველანაირად. მიცალი თუ არა? დიდი ბოდიში მე სოხუმელი ვარ და აი, მაშინ ბოდიში მოგიწ. მე უბრალოდ ის არის. ჩემი საქართველოს მიყვარს, ჩემი თბილისი მიყვარს, ჩემი ყველაფერი მიყვარს. ყველანაირად მიყვარს. უბრალოდ. მეგონი არავინ არ იქნება წინ. არა. ეს მინდა რომ გავასწავლო და ვინმე თუ არის წინააღმდეგი უბრალოდ. მე არა ვარ. მე უბრალოდ მე თბილისელი კაცი ვარ. სირცხვილია უბრალოდ. მე ჩემი აზრი ასეთია. ეს არ არის შეურაცხყოფით. არა, მამა არა. დიდ მოწმე ჩემი ხელით, ჩემ ბავშვს, აი ჩემ მოწაფეებს. ჩემ მოწაფეებს დავთხოვ და ნათანეთად გავასწავლო და ზმობის სიყვარულობაში. უბრალოდ რომ მინდა რომ ეს სირცხვილია უბრალოდ. აი ბიჭების არა, კი ბატონო. აი, ხარებაში ესეთი მომენტი, როცა უნებიან თვალს ვაუხელს დაბადებიდან რმას და ეკითხებიან, ვინ სოდაო? ამას სოდა თუ ამის მშობლებმაო და ბავშვი ახალი დაბადებული იყო იმას რაც სოდვით უნდა მოსულიყო, რომ არც ესე იგი, ეგეთი კითხვა რატო დაიბადა, რომ ამას სოდაო, როცა ბავშვი ახალი დაბადებული. აი კითხვა მაინტერესებს. ადამიანები ეგეთებიან, რელიგიურობა ეგეთი არის რა, სულ ეძებს ხოლმე. აი ეს არა. კი, გეთანხმებით, ეს რელიგიურობა სასტიკი რამეა. ჭეშმარიტება რო არ გამოჩენილიყო რელიგიურობით, ერთმანეთს მოვახშობდით მე მგონი, ამიტომ ჭეშმარიტება გვჭირდებოდა ასკარა და მაცხოვრის პასუხი და ეგ სიღრმე და შინაარსი გვჭირდებოდა, დიახ. იმ გაგებით, რასაც გულისხმობდნენ იქ სახარებაში, რა თქმა უნდა შეუძლებელია, მაგრამ რელიგიურობა წარმოიდგინეთ ისეთი ბრმა არის, რომ მასაც დააბრალებდა რამეს. ჭეშმარიტება კი განსხვავდება, მე კი ჩემი მასწავლებლებიც განასხვავებენ ერთმანეთს. კი. უღმესი მადლობა. მამა გიორგი წეროზე არის ჩემი ლექტორი, რახან წეღან ესე გამოგემცნაურეთ, კი პივიცანი პირველივე შეხვედრიდან და ჩემს ჩამოყალიბებას ეხლა უახლოესი მეგობრები მიცნობენ და როგორც მიცნობენ, როგორც ჩამოყალიბებული ვარ ადამიანი, მამა გიორგის დანდიდი დამსახურება, საუკეთესო ლექტორები მყავდა, მიუხედავად გაჭირვებისა და მიუხედავად რაღაცა 90-იანი წლების ბოლოს ვიყავით სტუდენტები, მიუხედავად ამისა უზარმაზარი ღირებულებები შევიძინეთ ჩვენი ლექტორებისგან და უღმესი მადლობა. ჩვენ ვართ საპროტესტო აუდიტორია, ჩვენ არ გავჩერდებით, ბრძოლა არ გაჩერდება, ჩვენ გავაგზავნებთ ილოცავთ ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულს. მადლობა ყურადღებისთვის.